მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან კუდიკოშვილი ვარ. იწყება კრევის სამყაროს მორგი ეპიზოდი. ახლა თბილისში დილის 5 საათია. მე კი აეროპორტში ვარ და ჩემს გუნდთან ერთად მივემართებით გერმანიისკენ. თქვენ წინ გელით ძალიან საინტერესო მოგზაურობა, ძალიან საინტერესო ქალაქში, ძალიან საინტერესო მოკრევებთან ერთად, ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, დაალაიქეთ, დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები და დავიწყოთ. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მე ვიქნები ვარიანელი მოკრევების სეკუნდანტი გერმანიაში გასამართ მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლებში. ჩემთან ერთად იქნებიან მართლაც ყველასათვის ცნობილი და გამოცდილი მოკრევეები პაატა ვარდუაშვილი, ბექა ადუაშვილი, ბათო ბერკაცაშვილი და ტრისტან ხიზანიშვილი. ეს ოთხეული მიემართება როგორც გითხარით გერმანიაში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომლის შესახებაც მე მოგვიანებით დაწვრილებით მოგიყვებით. და ვიწყებ მგზავრობას თბილისიდან, შემდეგ გვექნება გადაჭრილობა თურქეთში, მერე ჩავფრინდებით ბაზელში, ჩვენი გუნდი ორად გაიყოფა, ნაწილი ჩავალთ ბაზელში, მეორე ნაწილი წავა შტუტგარტში და იქიდან უკვე აი ამ ქალაქში ისევ გავერთიანდებით და რინგზე ერთმანეთის მხარდამხარ გავალთ, ასე რომ მე გაჩვენებთ ამ ჩვენს ვიდეო ბლოგში ყველაფერს დეტალურად. ახლა ვარ დაღლილები, გვეძინება რა თქმა უნდა, ბიჭები ისვენებენ, წონის კლებაში არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ გზადაგზა ნელ-ნელა გავესაუბრები ბიჭებსაც, გაჩვენებთ ამავდროულად ყველაფერს, თუ რა ხდება, როგორ ხდება რინგის მიღმა, კულისებში შეგახედებთ, გაჩვენებთ ბრძოლის ჰაილაითებს და გაჩვენებთ უშუალოდ ჩვენი მოგზაურობის ყველა დეტალს, უშუალოდ ვეცდები ის ქალაქით, სადაც ჩავალთ ძალიან კარგად დავათვალიეროთ და ეს ყველაფერი გაჩვენებთ. ასე რომ გამოგხვევით. ჩვენი გუნდი თურქეთში. ვიწყებთ აი ესე დაღლილები, ნამძინარევები. აქ გაიყოფა ჩვენი გზები. ბათო და ბექა წავლენ სხვა თვითმფრინავით, ჩვენ წავალთ სხვა თვითმფრინავით და ადგილზე გავერთიანდებით. ბაზელი, ჩამოვედით. აი ესე ევროაეროპორტი ბაზელი. საკმაოდ საინტერესო აეროპორტია, ზოგადად ბაზელის აეროპორტი, ორი გასასვლელი აქვს. ერთი საფრანგეთში, მეორე შვეიცარიაში. ჯერ არ ვიცი სად უნდა გავიდეთ, მაგრამ სადმე გავალთ. ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ხნეობა. რაც შეეხება ბექას და ბათოს, ისინი სავარაუდოდ უკვე შტუტგარტში არიან, დაუკავშირდებით. გამოვაღწიეთ როგორც იქნა, ძალიან დიდი რიგები და ბევრი ხალხი იყო პასპორტ კონტროლზე, ძალიან დაღლილები ვართ. ეხლა არის ორი არჩევანი. აქეთ გადიხარ და გახვალ საფრანგეთში. აი აქეთ გახვალ შვეიცარიაში. ნუ ჩვენ გავარკვიეთ რომ შვეიცარიაში უნდა გავიდეთ, მაგრამ საინტერესოა თავისთავად ეს აეროპორტი. ეს არის ევროპა. ერთი აეროპორტი, ორი ქვეყანა. თითქმის 1 საათია ველოდებით მძღოლს და საფრანგეთის მხარეს მდგარა ბატონი და აი ესე გვატარებენ აქეთ-იქით რა, ძალიან დაბნეულები არიან მაგკუთხით. სულ მოკლე მონაკვეთში ვიყავით შვეიცარიაში, ვიყავით საფრანგეთში და ახლა გერმანიაში მივდივართ. აი ესე. როგორც იქნა, გადავეყარეთ ჩვენ მასპინძელს და დავიძარით ქალაქი ლაჰრე, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის საზღვარზე გერმანიაში. წავიდეთ ბიჭები, ძალიან დაღლილებია, მშივრები. მეც ნამდვილად ლოდინი მგზავრობა მართლა ძალიან რთულია და ნახოთ, განწყობა მაინც კარგია, კი, როგორც შეეფერებათ გამოცდილ და მრავლის მნახველ ვარიანელ მოკრევებს. გაიწელა მგზავრობაც საკმაოდ გზაზე საცობები გაწვიმებული იყო და საცობები შეგვხვდა და ძლივს ჩამოვაღწიეთ, პირდაპირ მოვედით აი აქ
სადაც გაიმართება აწონების ცერემონიალი. აქვე არის დარბაზი, სადაც ხვალ უკვე ბრძოლები შედგება, თუმცა აწონები აი აქ შედგება. ძალიან დაღლილები გვაქვს, ერთი სული გვაქვს, რომ ჩავაბაროთ წონა და მერე უკვე დავისვენოთ და აღდგენას მივხედოთ. ჩვენი ბიჭები ბათო და ბექა ჯერ არ მოსვლან აქ, ის ცალკე მენეჯერებმა გააკეთეს და მოკლედ ცალკე ველოდებით, თუმცა აქ მოვლენ ისინიც და გავერთიანდებით. Applaus, meine Damen und Herren. Dankeschön. Applaus verdient, meine Damen und Herren. Sehr schön! Applaus, meine Damen und Herren. მეგობრებო, წონა გუშინ ჩავაბარეთ ბიჭებმა კარგად ყველა და მერე უკვე აი ჩვენი მგლები ორნი აქ არიან, ბათო და ბექა ცალკე არიან, ჩვენგან 15 კილომეტრის მოშორებით, ასე რომ ჩვენი გუნდი გაყოფილი და გაწყვეტილია, მაგრამ საღამოს გავერთიანდებით ბრძოლებს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გუშინ როგორც გითხარით, წონა ჩავაბარეთ, კარგად, საკმაოდ მაღალი დონის შოუა. თამაშდება იბიუს ჩემპიონის ქამარი მთავარ ბრძოლაში, დაჟონზე გადის ლაივი და მოკლედ მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წონებმაც კარგად ჩაიარა, ხალხმრავლობა იყო, ემოციები, აპლოდისმენტები, მოკლედ ყველაფერი. ჩვენ რაც თავარია პროფესიონალურად წონები ზუსტად ჩავაბარეთ, ყველამ პირიქით რეზერვებით ჰქონდა. და ნუ მერე უკვე ძალიან დაღლილები, ძალიან მშივრები წამოგვიყვანეს. აი აქ ამ სასტუმროში ეს არის მოშორებით, როგორც გითხარით და ახლოს არის აქაურობა, ახლოს არის ევროპა პარკთან, ევროპაში ყველაზე ცნობილი და გასართობი ადგილია, ძალიან დიდი პარკია, თუმცა ნუ ამჯერად გაკეტილია და ვერ ვნახულობთ. ცოტა პრობლემები იყო ორგანიზების კუთხით, აი მოყვანა ადგილზე მოყვანით დროს რაღაცებს ვერ არკვევდნენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა, საკმაოდ კარგი სასტუმროა, კარგ სიტუაციაში ვართ და საბოლოოდ, რა ვიცი, მე მგონი თავს კარგად ვგრძნობ. ბიჭები არიან ხნედ, შეძლების დაგვარად და აი საუბრობდით ჩვენ მათ მომავალ გეგმებზე, როგორც გითხარით, პაატა ვარდუაშვილი არის ძალიან გამოცდილი მოკრივე. ბევრის მნახველი, საქართველოს არაერთი ჩემპიონი თავის დროზე და თავის თაობის მოკრევებს, ვისაც ახსოვს პაატას ბრძოლები, დღემდე იხსენებენ ძალიან დიდი სიყვარულით, სიამაყით, რომ მართლაც საოცარი მებრძოლია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ წარსული, ეხლაც არის სათანადო ფორმაში და მე პირადად ვარ შემწრე პაატასთან ერთად ყოფილვარ გერმანიაში მათ შორის, რომ თავისზე ბევრად ასაკით
პატარა და წონით ბევრად დიდ მოკრივეებს რა დღეში ყრის რინგზე, შესაბამისად ძალიან საამაყო ეს ყველაფერი და მე აქვს პატივი რომ მის სეკუნდანტი ვიყო. რაც შეეხება ტრისტანს, ტრისტანიც არანაკლებად ძალიან კარგი ბიჭია, კარგი მოკრივეა და მხოლოდ და მხოლოდ კარგი შედეგებისთვის გადის ხოლმე ყოველთვის რინგზე, მქონდა რაღაც პაუზები კარიერაში, თუმცა დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმეს და ნახოთ უკვე საღამოს გამოჩნდება ყველაფერი. როგორც გითხარით, დღეს საკმაოდ ახლო ვართ საინტერესო ადგილებთან, თუმცა ამინდი არ არის თლად შესაბამისი, რომ ევროპა პარკი დავათვალიეროთ, ან კიდევ უფრო შორს წავიდეთ სიღრმისეულად, თუმცა ვეცდებით, რომ აი დილის საუზმის მერე გავიაროთ, პატარა ახლო-მახლოთ ვნახავთ რამეს, ჰაერზე გავისეირნოთ, სხვა დანარჩენი უკვე ნახოთ საღამოს. აი მეგობრებო, ეს არის ჩვენი სასტუმრო ვილა იტალია. საიდანაც, ჩვენიერი ხედებია, შიგნიდანაც, გარედანაც, კმაყოფილები ვართ და ეხლა გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ როგორი მოღრუბლული, ქარიანი, ცოტა წვიმიანი ამინდიც არის, ცოტა წვიმამ გადაიღო და გადავწყვიტეთ, რომ გავიაროთ იმ დასახლებაში, სადაც ჩვენ ვართ. ეს არის Ring Shame, მე მოვიძიე ინფორმაცია. არის პატარა დასახლება, ჩვენი ძირითადი ბრძოლები, სადაც არის იქიდან დაშორებულია 15 კილომეტრი, ძალიან ახლოს არის ევროპა პარკთან, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პარკთან ევროპაში და გამორჩეულია ეს მხარე ვენახებით. არის მეღვინეების ძალიან კარგი მხარე, როგორც გითხრეს. ეხლა დიდი დასათვალიერებელი თვითონ ქალაქში არაფერია, ერთადერთი ცენტრალური მთავარი ეკლესია, რომელიც უნდა ვნახოთ, დანარჩენი ამ ქალაქის ქუჩებსაც ვნახავთ, ცოტა გავისეირნებთ, გულსაც გადავაყოლებთ, განვიტვირთებით. რა ვიცი, ბიჭებო, თქვენ რა სიტყვით, რამდენად კმაყოფილები ხართ, მოკლედ აი ამ ჩვენი მოგზაურობით და რას ველით დღევანდელი ბრძოლებიდან? კარგი საჩვენებელი ბრძოლებს ვაჩვენებ. ბრძოლები კარგად. გარწმუნებული ვარ, რაც შეგვიძლია, მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ არასოდეს არ არის ხოლმე მარტივი ჩახვიდა უცხო ქვეყნის რინგზე და იქ აჩვენო შენი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, მე მგონი ფორმაში ვართ, წონაში ვართ, განწყობა კარგი გვაქვს და დანარჩენი ვნახოთ. ეხლა ვიაროთ ცოტა ეს ქალაქიც დავათვალიეროთ, ჩვენი მოგონებების სიას შევმატოთ, კიდე ერთი წელი და საღამოს კარგ ხასიათს და კარგ ბუნებას შევხვდეთ ბრძოლებს. აბა წავედით. Zwischen Schwarzwald und dem Rhein will immer meine Liebe sein. Rings im Rie, Hexe sind mir, mit Besen und Maske zeige mir. Von der Berge bis zum Rie, Phasen soll lustig sein. Wenn der Winter geht zu Ende, weichen wir uns alle die Hände. Der Teufel lacht, der Besen schwingt, wenn Hexe Schreie Lieder singt. Durch Gasse springen wir im Takt. Der Schabernack. დალოცვილი, როგორ ყველგან შემომეფეთება ხოლმე ეს ვენახი და გულს მიჩქროლებს. აი გერმანიაში, რინგჰეიმში, აი ესეთი ვენახებია. ხოლო აი აქედან მინდა გაჩვენოთ, აქ არის აი ესეთი რანჩო ცხენების და აი აქედან კი აი ესეთი ხედები იშლება. ქალაქის მთავარი ეკლესია, აი იმის უკან კი არის უკვე ევროპა პარკი. საკმაოდ საინტერესო ადგილია და მიუხედავად აი ამ რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, კმაყოფილები ვართ. ღირდა აქ ამოსვლა. Die Sorgen schnell vergisst, zwischen Schwarzwald und dem Rhein will immer meine Liebe dein.
მოვედით მეგობრებო, იწყება შოუ, იმყოფებით აი ესეთ დარბაზში. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი დღე, როგორც თქვა თქვენ ნახეთ, კარგად გამოვიყენეთ, საფუძვლიანად დავისვენეთ კიდეც, გავისეირნეთ კიდეც, უთავარი ჩავყლაპეთ. ბიჭები კარგად არიან და ველოდებით ბრძოლების დაწყებას, აი ეს არის რინგი, ხალხი იკრიბება, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სულ მალე აქაურობა გაივსება საკმაოდ საინტერესო, კარგი სიტუაცია, გერმანიაში ყოველთვის კარგი შოუები იმართება და ამჯერადაც მოლოდინში ვართ, რომ ნამდვილად კარგი შოუ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული ტიტული თამაშდება თავარ ბრძოლაში და არც სხვა ბრძოლებია ნაკლები. ასე რომ ჩვენი გუნდი გაერთიან და ჩვენ უკვე ერთად ვართ, ბიჭები აქ დაგვხვდნენ და მოკლედ ვიწყებთ მზადებას რინგზე გასასვლელად. Shadows part where I walk. No echo in my step. As I hit your love, this path is mine to rest. You hear that? That's your time. Feel that? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment. Eye on this ground. Eye on this ground. They whisper names behind my back. But silence screams when I attack. Fists like Die Kämpfe, 18 Siege, 8 K.O., 37 Niederlagen, 3 Unentschieden. Der kämpft im Schlussring. Peter Arthur Schüler. no fear in my blood. Champion, one shot, one moment. Eye on this crown. Eye on this crown. Breathe in. უცელი არ გაუხსნა. Last stop dies now. Dies now. Dies now. You ready? Let's go. No fear in my blood. One shot, one moment. Eye on this ground. Breathe in, breathe out. Last out dies now. Siegchaos, Achtung, Bertha Schüler. No fear in my blood. Champion. რო წამოვა, მუსელში One შეგიძლია. moment. Eye on this legend. კარგი ხარ. კარგი ხარ. Alarm clock screams at 4:30 sharp. No audience watching, just shadows in the dark. While you scroll for likes, I stack the bricks. Callous hands gripping truth, not tricks. Sweat maps the floor where doubt once stood. Every missed meal turned into fuel for good. No golden ticket, just steel-toe grind. Left comfort bleeding far behind. You think it's fame that cards are named. Watch how real men earn their flame. One person love. 99 graves, zero shorts, 'cause all the hours I spend, 10,000 sky, not a single wake word. My tape's not given, it's burned in, yeah. It's burned in, yeah. It's burned in, yeah. You flinch the pressure. I breathed it in, turned every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you'll rise again. Fingertips strong, cold steel bars. Counting breaths like falling stars. You wanted cheers, I wanted core. The kind that doesn't crack when doors slip shut.
ყველაზე ცუდი არის ტრავმა და ყველაზე მეტად არ მიყვარს ხოლმე როცა მოკრივეები ტრავმის გამო ვერ აგრძელებენ ბრძოლას. Ამას ჯობია ბრძოლაში წააგო, სიტყვაზე შეიძლება ცუდი დარტყმაც გაატარო, მაგრამ როდესაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ ახერხებ რინგზე და თვითონ მოკრივეებისთვისაც ეს არის ხოლმე ყველაზე უფრო მტკივნეული და სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში დავითარსეთ ერთგვარად შეიძლება ასე ითქვას. პაატამაც და ბათომაც ტრავმის გამო ვეღარ შეძლეს ბრძოლის დასრულება ბოლომდე, ორივეს ძალიან კარგი ბრძოლა ქონდა, მიყავდათ. თუმცა ხელის ტრავმები მიიღეს პაატამ თითზე, ბათომ მკლავზე და სპორტსმენის ჯანმრთელობა არის პირველ რიგში ყველაზე აუცილებელი ხოლმე. რაც შეეხება ბექას, ძალიან მაგარი და ძალიან კარგი ბრძოლა გამართა ბექამაც და ტრისტან ხიზანიშვილი საერთოდ შოუს აღმოჩენა იყო, ისე ვაჟკაცურად, ისე ძალიან მაგრადი ბრძოლა და ნამდვილად ამაყივა, რომ მომეცა შესაძლებლობა აი ამ ბიჭების სეკუნდანტი ყოფილიყავი გერმანიაში გამართულ ბრძოლებში. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩვენ ახლა უკვე ვიმყოფებით ბაზელში, ევრო აეროპორტში. აი ბიჭები ემზადებიან უკვე გასაფრენად ვართ გეიტთან მოსულები და რა თქმა უნდა დაღლილები ვართ, უხელგვიან მოგვიწია დაძინება, იყო იქ ცოტა საორგანიზაციო თემები გადასაწყვეტი. ყველაფერი გადაწყდა და ვბრუნდებით საქართველოში. საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ ჩვენი მასპინძლებით, კარგ სიტუაციაში ვიყავით, მიუხედავად იმ მცირე საორგანიზაციო პრობლემებისა. კარგ შოუს დავესწარით, ძალიან მაგარი შოუ იყო, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა საბოლოოდ. გათამაშდა იბიუ კამარი, ვიხილეთ ნოკაუტი. ერთი რაც უნდა ვთქვა, რომ პირადად შეხვდა ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტი პიტერ სტუკი, რომელიც თბილისში იყო ამ რამოდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ, თბილისში გამართულ ევროპის კრივის კავშირის გენერალურ ასამბლეაზე და პირადად დამაბარა მოკითხვები საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელებთან და თითოეულ ჩვენ მოკრივესთან ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო მისი მხრიდან, იმიტომ რომ მართლაც მაშინ თბილისში ძალიან მაგარი მასპინძლობა გაუწიეთ ბატონ პიტერს და ესეც კიდევ ერთი სასიამოვნო დასტური იმისა, რომ როდესაც ადამიანებს მიმართ თესავ დადებით, კარგს ის მერე უკან გიბრუნდება და სხვათა შორის აი ყოველთვის გრძნობთ ხოლმე ევროპის კრივის კავშირის მხარდაჭერას, რაც რა თქმა უნდა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელების ძალიან დიდი შრომის და ძალიან დიდი ავტორიტეტის შედეგია ევროპაში. საბოლოოდ ჩვენი მოგზაურობა სრულდება მეგობრებო, თქვენ ნახეთ ჩვენი მოგზაურობის, ჩვენი ასპარეზობის ყველა დეტალი. ეხლა ცოტა ხანი სანამ ჩასხდომა დაიწყება და სტამბულისკენ გავემართებით, ჩვენ პატარა სადილი გვექნება აქ და მერე დავუბრუნდებით მშობლიურ საქართველოს. ბიჭები, რა თქმა უნდა, ხელის ტკივა ცოტა პაატას, მაგრამ სხვა ისეთი არაფერი აწუხებს. ტრისტანი გუშინ კი იყო სისხლებში, მაგრამ დღეს მშვენივრად გამოიყურება და შესაბამისად ყველაფერი კარგად არის. მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, მოიწონეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgi, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, წინ ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ვიდეო გველის. წავედით.